ხსნაზე, რომ სააკაშვილს არ აქვს არანაირი რესურსი ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანისა. არანაირი მას გადაკეტილი აქვს და ევროპაში და ამერიკაში, განსაკუთრებით ობამას არჩევნების შემდეგ ფაქტია, რომ ობამა და მისი ადმინისტრაცია მე პირველ რიგში ალბათ უნდა ვისაუბრო ბატონ ჯო ბაიდენზე, რომელზეც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩემი მეგობარია და მე დავავალე ოპოზიციასთან შეხვედრა. Rodemde შეიძლება ქვეყანა წყვილების ციცრუით, აი ესეთი რაღაც ყურით მოთრეული ამბებით მართო. ყველამ კარგად იცის, მისადმი დამოკიდებულება როგორც ობამასი, ისე ჯო ბაიდენისა, ისე მისი გარემოცვისა და დღეს სააკაშვილი ემსგავსება რაღაც იზოლირებულ ჩაკეტილ ლიდერს, რომელიც უკვე აკრიტიკებს ამერიკას, აკრიტიკებს ევროპას, აღარ ვამბობ რუსეთს, აკრიტიკებს ყველა ადამიანს საკუთარ მოქალაქეს, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს როგორც თავდება ხოლმე, ბატონ დავით, მე და თქვენ და მე მგონი საზოგადოებამ კარგად იცის. ესეთი ამბები ძალიან ცუდად თავდება ასეთი ლიდერებისთვის. ისინი ძირითადად ტრიბუნალზე გაყავს ხოლმე და ასე ასრულებენ. მე ვეჭვობ, რომ ყველაფერი რაც მოხდება უახლოეს პერიოდში, ნამდვილად არ იქნება სააკაშვილისთვის სასარგებლო. პირველი ძალიან ძიმე დარტყმა იყო მისთვის ამერიკაში არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და გულშემატკივრობ რესპუბლიკურ პარტიას, მაკეინთან პირადი ურთიერთობა მაკავშირებს, ფაქტია, რომ ამერიკას სჭირდებოდა ცვლილება. რესპუბლიკელები 8 წელი იყვნენ და ამ ქვეყანას აქვს ერთი ესეთი თვისება. დიდხანს ერთი პოლიტიკური ძალის მმართველობა იწევს გარკვეულწილად გაზარმაცებას და საჭიროებს განახლებას, მართლაც ახალ სისხლს, ახალ ენერგიას, ახალ ხედვას და ეს ხედვა გულისხმობს სწორედ ახალ ხედვას საგარეო პოლიტიკის და მსოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისით. ამიტომ ეს შეეხება საქართველოსაც, ოღონდ არა ნეგატიურად, არამედ ძალიან პოზიტიურად. იქნება ხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, დემოკრატიის მიმართ საქართველოში და არა სააკაშვილის და მისი გარემოცვის მიმართ, ბატონი ბოკერიების და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ადამიანებს დღეს რო არა აქვს კარგი განწყობა და კარგ საციაზე ვერ არიან, ეს მათი პრობლემაა და მე მესმის მათი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იანვრიდან უფრო სწორედ თებერვლიდან, როდესაც ახალი ადმინისტრაცია შევა ოფისში და დაიწყებს მოქმედებას, ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულიად ახლებური პოლიტიკა და ქმედებები და ნაბიჯები ვიხილოთ ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან. ასეთი განწყობა ევროპაში, ევროპელები ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოს დაეხმარონ, საქართველოს შეუნარჩუნონ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ ისინი დარწმუნდნენ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ დემოკრატიული რეჟიმის პირობებში. და კიდევ ერთი ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც სამწუხაროდ ემუქრება არა მარტო სააკაშვილს, არამედ პირველ რიგში ემუქრება ხალხს. ეს არის ეკონომიკური კრიზისი. მინდა გითხრათ და მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ კატასტროფული მდგომარეობაა სავალუტო რეზერვების თვალსაზრისით. პრაქტიკულად ეს ბოლო 1 თვის განმავლობაში 20% საქართველოს სავალუტო რეზერვებისა გაიხარჯა იმისთვის, რომ ხელოვნურად ლარის კურსი შეენარჩუნებინათ. ყოველდღიურად დაახლოებით 30 მილიონი დოლარი გამოაქვს ეროვნულ ბანკს, რომ რაიმენაირად კურსი შეინარჩუნოს და ჩვენ რამოდენიმე თვეში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩაირიცხა 250 მილიონი ჩემი ინფორმაციით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან რეზერვების შესავსებად, ეს არ კმარა, იმიტომ რომ არ არის არანაირი ინვესტიციები, არ არის შემოდინება უცხოური ვალუტის, პრივატიზაცია პრაქტიკულად ამოწურულია გასაყიდი და რაც დარჩა არავინ არ ყიდულობს დღეს ამ ეკონომიკური კრიზისის და ამ ხელისუფლების პირობებში ვინ რამეს ჩადებს საქართველოში. ძალიან შემცირდა გადმორიცხვებმა იგივე რუსეთიდან და უცხოეთიდან, უამრავი ჩვენი მოქალაქე იცით, რომ გახიზნულია პრაქტიკულად იქ ორი კაპიტლის საშონელად და მარტო რუსეთიდან ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შემოდიოდა საქართველოში, რომელიც რა თქმა უნდა ამყარებდა ეროვნულ ვალუტას ლარს. ეს ყველაფერი არის ამოწურული, ექსპორტი პრაქტიკულად გაჩერებულია და საექსპორტო სავალუტო შემოსავლები არ არსებობს და მინდა გითხრათ, რომ მოსალოდნელია ლარის კურსის ან საშინელი ვარდნა, ან და პრაქტიკულად რეზერვების ხარჯზე, რეზერვების ამოწურვა, რომელიც რა გვიქადით და რა პროგნოზი იქნება, ძალიან ძნელი საქმეა. სამწუხაროდ თებერვლისთვის ის რაც ჯერ არ ასახულა ქართულ ეკონომიკაზე, ჯერ კიდევ ვერ გზნობს, მაგრამ ნელ-ნელა უკვე იგზნობა ქალაქშიც, მთელ საქართველოში, რომ მყიდველობით უნარიანობა დაეცა, ვაჭრობა აღარ არის, არავინ აღარ სარგებლობს მომსახურებით, სხვადასხვა შემოთავაზებებით.
ეს ყველაფერი გადადის რა თქმა უნდა სამუშაო ადგილებზე, სამუშაო ადგილი პირად შემოსავალზე, საზოგადოების და მოსახლეობის და რა თქმა უნდა ეს უკვე მე გადაეცემა საბანკო სისტემას და ასე შემდეგ. თებერვლისთვის, მარტისთვის ჩვენ ალბათ ძალიან რთული პერიოდი გვექნება და მე ვერ წარმომიდგენია რა ნაბიჯები უნდა გადადგას სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ იმისთვის რომ საზოგადოებას ან აუხსნას ეს მდგომარეობა ან გამოიყვანას ქვეყანა ამ სიტუაციიდან. ასე რომ სააკაშვილი დღეს როგორც ასეთი ის როგორც პოლიტიკური ლიდერი დასრულებულია და მე მას ვაძლევ არაუმეტეს 6 თვისა, აქ თავარი პრობლემა არის ერთ რამეში. იმაში, რომ სააკაშვილი თავისი ხასიათიდან და ბუნებიდან გამომდინარე თუ დაინახავს რომ ის კარგავს ძალაუფლებას და ხელისუფლებას, ის დაწირავს ქვეყანას იმ პრინციპით რომ ჩემს მერე ქვაფაზეც ნუ დარჩენილა. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელზეც არის ჩვენი საფრთხე. დღეს ორი საფრთხე აქვს ჩვენს ქვეყანას. ერთი საფრთხე ეს არის რუსეთი და მეორე საფრთხე ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. დღეს ჩვენ თელ საზოგადოებას მართავს გაერთიანება და არა ოპოზიციურ პარტიებს რომ აი გაერთიანდეს. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება კი არ არის საჭირო. საზოგადოების კონსოლიდაცია საჭირო იმისთვის რომ ჩვენ აი ამ საფრთხეებს გავუმკლავდეთ რუსულ საფრთხეს, რომლის იმპერიულ გეგმებში არ ჯდება საქართველოს გაძლიერება, მის ნორმალურ სახელმწიფო ჩამოყალიბება და მის გეგმებში ჯდება სწორედ სააკაშვილისნაირი ავანტურისტი თავისი ლაბილური ფსიქიკით გაუწონასწორებელი ბუნებით პრეზიდენტი, რომელიც ყოველთვის მიაქმნეს მას ისეთ საჩუქრებს, როგორი საჩუქრიც იყო 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვა, როგორი საჩუქრიც იყო არაერთი სამხედრო თუ შეურაყოფელი რიტორიკა, რომლითაც შემდგომ ბატონი პუტინი თავს იმართლებდა ძალიან კარგად თავის ამომრჩეველში და ამართლებდა იმ აგრესიას, რომელსაც ის ახორციელებდა საქართველოს მიმართ და რუსეთი რა თქმა უნდა გააგრძელებს იმას, რომ შეინარჩუნოს სააკაშვილისნაირი ლიდერი და ბოლომდე დაამარცხოს და მიიყვანოს თავის გეგმები, რაც აქვს ჩაფიქრებული. მაგრამ ამავე დროს ჩვენთვის კიდევ უფრო სახიფათოა ის შენიღბული საფრთხე, ის შენიღბული მტერი, რომელიც ყავს ქართულ ხალხს და საქართველოს სააკაშვილის სახით. მე პასუხს ვაგებ ჩემს სიმწოზე. დიახ, მტერი, იმიტომ რომ მხოლოდ მტერი თუ გაუკეთებს ქვეყანას იმას, რაც სააკაშვილმა გაუკეთა. გაწირა ქართული არმია და ქართული ჯარისკაცები აი ამ გაუაზრებელ ბრძოლაში, რომელსაც გმირულად შეეწირიან ეს ბიჭები. რომელმაც გაწირა ათეულობით ჩვენი მოქალაქე აი ამ ლტოლვილობისთვის და დევნილობაში ცხოვრებისთვის. გაწირა ჩვენი ტერიტორიები და დააკარგინა საქართველოს საკმაოდ დიდი ხნით იმედი მაქვს რომ არასამუდამოდ და ამას სწორედ ახალი ხელისუფლება, ახალი ხედვა და ახალი პოლიტიკა ჭირდება რომ ჩვენ გავაჩინოთ ისევ შანსი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, დაანგრია ეკონომიკა, დაუკარგა იმიჯი საქართველოს, დაანგრია ქართული არმია თუ რამე იყო შექმნილი და რაიმე პოზიტივი იყო ამ თვალსაზრისით და დაგვიკარგა ძალიან დიდი შანსი, რეალური პერსპექტივა ნატოში გაწევრიანებისა უახლოეს პერიოდში. ეს ყველაფერი აღარ ვამბობ იმას, რომ მან საბოლოოდ მოჭრა გზა აფხაზეთთან და ოსეთთან სასაუბროს, არადა უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ამ ჩვენ ძმებთან საუბრის გარეშე ვერ გადავჭერთ პრობლემას. და ასეთ მდგომარეობამდე, საომარ მდგომარეობამდე მიიყვანა ურთიერთობები რუსეთთან, რომელიც არასოდეს მარტივი არ ყოფილა. რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, რომ თავისი პოლიტიკა და თავისი, ვთქვათ, იმპერიული გეგმა განეხორციელებინა, მაგრამ სწორედ გონიერი